ეს გამოცდილება რომ ავიღოთ და რესპუბლიკელი და დემოკრატი პრეზიდენტები შევადაროთ ერთმანეთს რუსეთთან დამოკიდებულებაში. კი, მართლაც რესპუბლიკელები იყვნენ უფრო ხისტები და უფრო მებრძოლნი, დემოკრატები იყვნენ უფრო დიპლომატები და საპარტნიოროდ განწყობილნი, მაგრამ ეს არასდროს არ ნიშნავდა დემოკრატების მხრიდან, რომ ისინი იყვნენ დამთმობნი. ანუ დამთმობი არ ყოფილა არც ერთი და არც მეორე. თავის დროზე როდესაც ეგონათ რომ ჯიმი კარტერი იქნებოდა როგორც დემოკრატი, თქვათ, უფრო დამთმობი რუსეთის მიმართ, აღმოჩნდა საპირისპიროდ ეს აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც მანამდე ცოტა ვინმე თუ იცნობდა სხვა შორის, აღმოჩნდა რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული და ლიბერალური პრინციპებისადმი ფანატიკურად ერთგული და მან დიდი ცვლილება შეიტანა სხვა შორის იმაში, რომ საბჭოთა კავშირს გამოთხროდა ძირი, მათ შორის იმის მეშვეობით, რომ საოცრად გააძლიერა ეუთო როგორც ინსტრუმენტი, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვა აქცია ერთ-ერთ პრიორიტეტად და ამით, არამხოლოდ ამით, ხელი შეუწყო დისიდენტური მოძრაობების გაძლიერებას საბჭოთა კავშირში და საბოლოო ჯამში სათავე დაუდოს ერთ-ერთი მიზეზი საბჭოთა კავშირის მოშლისა გახდა ეს. იგივე რო ავიღოთ, თქვათ, ეხლა უკვე საქართველოსთან მიმართებით გადავიდეთ, იგივე რო ავიღოთ, თქვათ, ბილ კლინტონი, დემოკრატი, ხო? მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა ჩვენთვის მთელი რიგი ჩვენი გამარცხებებით აღინიშნა. მაგრამ მეორე ვადა უკვე იყო ძალიან სერიოზული წინსვლა ჩვენთვის. ანუ დამოკიდებულია იმაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს ხოლმე ამა თუ იმ ადმინისტრაციას გლობალური პრობლემების მიმართ, როგორ ხედავს ის თავის სოფლიო წესრიგში, როგორ ირგებს ის სოფლიო წესრიგს თავის თავზე და როგორი აქვს მას დამოკიდებულება რუსეთთან ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში. იგივე შეიძლება ითქვას რესპუბლიკურ ადმინისტრაციაზე ბუშზე. იცით, ბუშის დროს ჩემს სამწუხაროდ ცოტა ყურადღება ექცეოდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და გაძლიერებას, მაგრამ მეორე მხრივ ბუშის ადმინისტრაციის დროს გადაწყდა ძალზე ჩვენთვის სასიკეთოდ უმწვავესი პრობლემა, პანკისის პრობლემა. ბუშის დროს შემოვიდნენ პირველად საქართველოში სამხედროები, ბუშის დროს დაიწყო პირველად წვრთნისა და აღშობის პროგრამა და დაედო სათავე ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას. ასე გადაჭრით, რომ გითხრათ, თუმცა ბოლოს მეორე უკაცრავად რაცვაკინე თეორია ყოველ შემთხვევაში დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, სოციოლოგად თავს არ მოვიტან, მაგრამ თეორია არის იმედ გასწავლებული ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მისაუბრა, ბუში სიტყვების და განცხადებების გარდა დიდი ვერაფერს ვერ დაგვეხმარა და გამოგზავნა რამდენიმე გემი, რომელსაც ხა ბევრი არ ისიც რა, ჩემი აზრით, ცლად სამართლიანი არ იქნება ბუშის და კიდევ რომელიმე ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადანაშაულება ამაში, იმიტომ რომ ჩვენ იმ შემთხვევაში გვექნებოდა მორალური უფლება მათ დავდოთ ბრალი, თუ ჩვენ ზუსტად მივყვებოდით მათ რჩევებს და მაშინ გვიქცევდნენ გვერდს. საქმე იმაში, რომ ჩვენ არ მივყვებით მათ რჩევებს, ანუ არ გავაკეთეთ ის, რასაც გვირჩევდნენ. ჩვენ ამოვარდით მათი კონტექსტიდან. როცა კი ჩვენ მათ კონტექსტში ვიჯექით, ჩვენ ზოგადად განაკარგები გაცილებით ნაკლები ჰქონდა და წარმატებებიც ჰქონდა. ერთი რამე უნდა გავიცნობ, დამოუკიდებლად იმისა, ბუშია პრეზიდენტი თუ ვიღაცა სხვა იქნებოდა პრეზიდენტი თუ სხვა იქნება, ჯერჯერობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებზე უკვე ერთგული კომაგი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ ყოფილა. გასაგებია. ქალბატონ თინა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს თქვა, ცოტა ხნის წინ გამოსვლის დროს, რომ ქართულ ოპოზიციასთან ქონდაო ბარაკ ობამას თუ გაიმარჯვებს ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი რომ ჯო ბაიდენი იქნება პოზიციაში. მას ქონდაო შეხვედრაო ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მან კატეგორიულად ურჩიაო ქართულ ოპოზიციონერებს, რომ ახლა ძიძგილაობის დრო არ არისო. ხომ არ იყავით ერთ-ერთი ამ შეხვედრაში მონაწილეები? არა, მე არ ვიყავი ამ შეხვედრაზე. ეს შეხვედრა შედგა ნამდვილად დენვერში, როდესაც დემოკრატების კონგრესი მიმდინარეობდა, ამ შეხვედრას ესწრებოდა დავით იოსიფაშვილი. და მიხეილ სააკაშვილის რაიმე ტიპის წვლილი დაიწყოთ აქედან ამ შეხვედრაში არასდროს. ამის ის თქვა, რომ მე დავეხმარე ამ შეხვედრის ორგანიზებაში, რომელსაც თქონდა საფიცილა და ასეთი რამ არ ყოფილა, არც ბარაკ ობამასთან და არც ჯო ბაიდენთან შეხვედრაში მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც შეეხება იმას, რომ იყო საუბარი ამაზე, ამ ტელევიზიის სხვა ეთერში ოღონდ ბატონ დავით აკუბარდიასთან, სწორად იყო სწორედ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ დათო უსხაშვილი, მან დეტალურად ყველაფერზე ისაუბრა, მოხვა ორივე შეხვედრით და კიდევ ბევრი სხვა მრავალი შეხვედრით, რომელიც იქ შედგა პრაქტიკულად ყველასთან დაწყებული ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი დემოკრატი კანდიდატებიდან
იგივე ბატონ ჯონ კერისთან, ასევე ჰილარი კლინტონთან, თითქმის ყველა სენატორთან, რომელიც ამ კონგრესს ესწრებოდა დენვერში, დემოკრატების სენატორებს გულისხმობ ბუნებრივია. შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ხარ დავიწყებ რომ მოყოლას შინაარსთან შეხვედრების, იმიტომ რომ გითხარით ამაზე უკვე დეტალურად იყო საუბარი. მე ვფიქრობ რომ დათო გააკეთებს განცხადებას ხვალ პრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ის არის წყარო ამ შეხვედრის, ამიტომ ამ ჩემზე უკვე იცის, იქ რაზე იყო საუბარი. მე ვიცი, მაგრამ ეს იქნება მესამე პირში ლაპარაკი ადამიანისგან, რომელიც იქ არ ესწრებოდა, რაც ბუნებრივია, რომ არაფერ მსგავსზე იქ საუბარი არ ყოფილა. შალვა ამბობდა მე წინა დავეთანხმო რომ ასე ერთგული პარტნიორი ჩვენ არასდროს არ ყოლია და ამ პარტნიორობის და არა რაიმე სხვა რამის ვასალობის, მორჩილების, მოთხოვნის და ასე შემდეგ რაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ ტელეეკრანებიდან, არამედ პარტნიორობის ხიბლი ერთ-ერთი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ინსტრუქციებს არ იძლევიან, ისინი საუბრობენ პარტნიორებთან, ისინი არ განგიხილავენ შენ, როგორც რაღაცა პატარა ძმას და დას, რომელსაც მუდმივად შკვა უნდა არიგო და უნდა უთხრა როგორ იქცეოდა ისინი თვლიან რომ ამ ქვეყანაში გონიერი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც გონიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ ყოველ შემთხვევაში ასეთი არის მოლოდინი. მე უბრალოდ მინდა ორი წინანდებით თქვა იმ კითხვაზე რომ მოხდეს თქვენ სვავდით სარგებლის შესახებ, იმიტომ რომ მე ასე არ ვუყურებ ცხოვრებას, მე მინდა თქვა და ალბათ მოლოდინიც არის რომ იყოს ცნობილი ვინ ვის უჭერს ხარ და ვის გამარჯვებას ველოდებით ხო? მე ბარაკ ობამას გამარჯვებას ველოდები მოუცველად და მინდა ვთქვა რომ ველოდები ძალიან დიდი ხანია, არა როგორც პრეზიდენტად გამარჯვებითაც ხოლმე ძალიან დიდი ხანია, მაგრამ მე ამერიკაში წავედი იმ დროს, როდესაც ბარაკ ობამა პირველად იყრიდა კეჭ სენატში. და იმ დროიდან მახსოვს მე ბარაკ ობამა, მისი პირველი გამოსვლა სტადიონზე მახსოვს, რომელმაც ძალიან მომხიბლა მრავალი წლის წინ და იმის შემდეგ რაღაცნაირად გულშემატკივარი გავხდი ამ ადამიანისთან, როდესაც ეს კამპანია დაიწყო და ის ერთ-ერთი კანდიდატი გახდა, რა თქმა უნდა, მე ისევ იმავე ტალღაზე ავეწყე, რომელზეც მაშინ ვიყავი. ორი წელია სენატორია და მრავალი წლის წინ როგორ სენატორია, მაგრამ მე ხარ საკამოც არ მოსულობ. პერიოდი გავიარე. ორი წელია რაც სენატორია ბარაკ ობამა. მე უბრალოდ მინდა ილინოისის შტატის სხვა არის. როგორც ამერიკის სენატორი სულ ორი წელია. დასრულეთ. მე მინდა რომ მაყურებელს სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. ამაზე მივიჭყოთ. მე საწყობარი ხო, რაც შეეხება ჩვენ სარგებელს, მე ესე დავაყენებდი საკითხს პირველი რომ ამერიკელი ხალხი ირჩევს ამერიკის პრეზიდენტს და არა რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტს, ხო? ეს მარტივი ამბავია. შესაბამისად არჩევანი კეთდება იმ ინტერესებიდან, იმ პრობლემებიდან გამომდინარე, იმ უკეთესი მომავლის უსაფრთხოების სასარგებლოდ, რომელსაც ამერიკელი ხალხი ხადავს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მომავლისთვის. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ამერიკაში ხმას არ აძლევენ რომელიმე ქვეყნისთვის, როგორი იქნება, ან ზოგად საკაცობრიო იდეალებისთვის, როგორი იქნება. შეიძლება ასეთებიც არიან, მაგრამ ალბათ მცირე პროცენტი ყოველ შემთხვევაში ადასტურებს, რომ ამერიკელები ძალიან ამერიკულ არჩევანს აკეთებენ. ჩემთვის როგორც იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს პარტნიორია, უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ასეთი კუთხით განახული არჩევნების შედეგი. იმიტომ რომ ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატები არის სწორედ პასუხი თქვენს კითხვაზე. დასარგებელი ჩვენ. თავარი რაც ამ 8 წლის განმავლობაში დაიკარგა, ჩემთვის ვიმეორებ როგორც უცხოელისთვის. ადამიანისთვის, რომელიც იმედით იყურება იმ კონტინენტისკენ. თავარი რაც დაიკარგა ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო ის ავტორიტეტი, რომელიც ჰქონდა ამ სახელმწიფოს. ის ავტორიტეტი, რომლის გამოც ერთგვარი სწორება იყო მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროზე, აი იმ იდეალებზე, რომელზეც ამ კონტინენტზე ყველაზე უფრო წარმატებით ხორციელდებოდა. ერაყით, ავღანეთით, უამრავი წარუმატებელი საერთაშორისო ოპერაციებით, გვანტანამოში ეს იდეალები მოკვდა. ან გადაიდო გარკვეული წლებით. ამერიკის პრესტიჟი და ამერიკის სიძლიერე სერიოზული ეჭვის და ნიშნის ქვეშ დადგა. რუსეთს რაც ყველაზე უფრო მძიმე იყო, გაუჩნდა მისანიშნებელი და თითი ჰქონდა გასაშვერი და მასთვის სათქმელი, რომ მათ არ ჰქონდათ მორალური უფლება ვიღაცისთვის იმ ენაზე ესაუბრათ, რა ენაზე თქვათ აგვისტოს მოვლენების დროს მათ ელაპარაკებოდნენ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამერიკამ დაიბრუნოს ის საერთაშორისო პრესტიჟი, გავლენა, მორალური ავტორიტეტი, რომელიც მას მუდმივად ჰქონდა. ჩემმა მეგობარმა მარკ მალენმა დაწერა ესეთ ქართულ ჟურნალში სტატია ამის შესახებ და ბოლოში მან დაასრულა ძალიან საინტერესო ფრაზით, რომ მე სამშობლო დავკარგე და ხმას ვაძლევ, ის ამერიკელია, ბუშის ადმინისტრაციის დროს მე